კიდევ ერთი პირობა, რომელსაც ქრისტიან დემოკრატები მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში პირდებიან, კომუნალური გადასახადების გაიაფება. ამისთვის არ გამოდის გუნდი მილიარდის დახარჯვას ენერგოგამონაწილებელი კომპანიებიდან 75%-იანი წილის შესყიდვაში აპირებს, რასაც საბოლოოდ ტარიფების ცვლილება უნდა მოყვეს პარტიის ახალ გეგმა, შესაბამისად ახალი სლოგანიც დაემატა. მინიმუმ 5 თეთრით ნაკლები კილოვატი ელექტროენერგიისთვის და რამდენიმე თეთრით გაიაფებული სხვა კომუნალური გადასახადი. ქრისტიან დემოკრატები გამარჯვების შემთხვევაში თბილისელებს ამ პირობის შესრულებას პირდებიან. პარტია დედაქალაქში დღეიდან საარჩევნო კამპანიას ლოზუნგით სამართლიანი ტარიფები ხალხს განაგრძობს. ქრისტიან დემოკრატების მხარდაჭერა ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ჩვენი ბიუჯეტიდან ჩადებს 1 მილიარდ ლარს და გამოისყიდის როგორც თელასის, ასევე ენერგოპროს აქციებს და მთლიანად ეს კომპანიები, გამონაწილებელი სადისტრიბუციო კომპანიები მთლიანად გადავა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ხელში და სამსახურში. 1 მილიარდით ქრისტიან დემოკრატების გათვლით კომპანიების ენერგოპროსა და თელასის აქციების 75%-ის გამოსყიდვაა შესაძლებელი. პარტიის ლიდერების გაანგარიშებით ამის შემდეგ კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვნად გაიაფება იქნება შესაძლებელი. პირველი რიგის ამოცანა არის 75%-იანი წილის გამოსყიდვა თელასიდან, რომ ჩვენ მოგვეცეს ბერკეტები იმისათვის, რომ უფრო გაიაფთეს, უფრო ადეკვატური და გადახდის უნარიანი გახდეს ტარიფები, რომელიც იქნება დაწესებული ხალხისათვის. სამართლიანი ტარიფების დადგენისკენ კიდევ ერთი გადასადგმელი ნაბიჯი ქრისტიან დემოკრატების აზრით დასუფთავების გადასახადის დაანგარიშების წესის გაუქმება იქნება. პარტია თბილისის ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში პირდება, რომ ეს გადასახადები ერთმანეთთან კავშირში აღარ იქნება. ნაბიჯის გადაანგარიშება ხდება დენის კომპონენტი, რაც თავისთავად არის ნონსენსი, ესეთი პრაქტიკა არ არსებობს, ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ, კონკრეტულმა ადამიანებმა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შემოგთავაზეს და რაზეც ნომერი პირველი გულის წინ დღეს ქალაქში სწორედ ეს არის და ჩვენ პირდებით ჩვენ მოსახლეობას, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამას გავაუქმებთ. ქრისტიან დემოკრატების ინიციატივას დღეს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე თავადაც მუშაობენ. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს მთავრობის ინიციატივას 1000 ლარიან ვაუჩერს ახსენებენ, რომლითაც მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დაფარვა შეუძლია. ნამდვილად არ არის ახალი ამბავი ის, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში უჭირს და ის, რომ მათ პირდაპირ აწვება თუნდაც კომუნალური გადასახადები. სწორედ ამიტომ ჩვენ ინიციატივით 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომლის პრეზენტაციაც პრემიერ-მინისტრმა მისი დანიშვნის მეორე დღესვე წარადგინა, ეს მიცემს საშუალებას ადამიანებს, რომ თვითონ მართონ ის პროცესი და გამოიყენონ ეს ვაუჩერი მათ შორის კომუნალური გადასახადების დასაფარად. სამართლიან ტარიფებთან დაკავშირებით ქრისტიან დემოკრატების ინიციატივის დეტალებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას უკვე საკუთარ რაიონებში შეხვედრებისას გააცნობენ. ქრისტიან დემოკრატების ლიდერი დღეს კურიერის სტუმარი იქნება არჩევნები 2012 კურიერის მეორე ნაწილში, რომელსაც დღეს ქეთი კვაჭანტირაძე გაუძღვება.